დღევანდელ ლექციაზე, ანუ მეორე თეორიულ ლექციაზე განვიხილავთ თემას ცვლადებსა და პირობით ოპერატორებს. ანუ წინაზე ავხსენით ცვლადები, წინა თეორიულ ლექციაზე და სემინარზე გავარჩიეთ ცვლადები. რამდენიმე ფუნქციაც მივიხილეთ და გავიგეთ რაში გვჭირდებოდა ის ფუნქციები. დღეისთვის ცვლადებს რო განვავრცობთ, უფრო დეტალურად ჩავშლით რაში გამოიყენება და რა ხდება კონკრეტულად კომპიუტერში, როდესაც ცვლადს ვქმნით. და ასევე გასწავლით ცვლადის შექმნის კიდევ სხვა ხერხებს. აქამდე რომ მარტო ლეთი ვიცოდით, მარტო ლეთი არ არის, კიდევ ორი გზა გვაქვს, ანუ სულ სამი. და ასევე პირობით ოპერატორებსაც გაგასწავლთ დღეს. ანუ მაგალითად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვამბობთ, რომ თუ რაღაცა მოხდა, მოდი ამას გავაკეთებ. ანუ ეს თუს ამბავი როგორ ხდება JavaScript-ში, ანუ პირობით ოპერატორები, if statement-ები, if არის თუ ქართულად. მაგას გავიგეთ ასევე დღეს. ოკეი. სამ ყველაფერს გავიგეთ, მოდი ცვლადებზე ვისაუბროთ თავიდან, მაგრამ უმეტესი ნაწილი უკვე ახსნილი გვაქვს და გააზრებული გვაქვს, ამიტომ ცვლადებს გავუყეთ ისე. და პრეზენტაციის სათავე არის ცვლადი უფრო საცეცია, ვიდრე ყუთი. წინა ლექციაზე, თეორიულზე, მე გეუბნებოდით, რომ ცვლადი არის თქო ყუთი. ყუთამ აიგივებდი, რომ უფრო ადლად ამეხსნა ცვლადის შინაარსი, რაში გვჭირდებოდა და როგორ ვიყენებდით მას. მაგრამ ასევე გითხარით, რომ თეთრი ტყუილია მეთქი ეს ყველაფერი. და შემდეგ ლექციაზე აღიხსნით, რატო არ არის ყუთი და რატო უფრო საცეცი. თავიდან ჯობია ყუთის გამარტები ვიცოდეთ, იმიტომ რომ თავიდან რომ ვიწყებ ჯობია რომ არ დავიბნეთ, მაგრამ ეხლა უკვე გავიგოთ რატო არის საცეცი. ანუ წინაზე ეგეთი ახსნა მქონდა, რომ ცვლადს რო ქმნით და მნიშვნელობას ვაინჭებთ, ეს იგივე არის, როდესაც ყუთს ვიღებთ, შიგნით მნიშვნელობას ვდებთ საგანს ვარხს მაგალითად და ზემოდან ვაკრავთ იარაღს. თუ მოგვინდება ცვლადისთვის მნიშვნელობის შეცვლა, ანუ ყუთში საგნის შეცვლა, გავხსნით ამ ყუთს, ამოვიღებდით ვარს, ჩავდებდით მსხავს, ანუ სხვა ხელს ჩავდებდით. ასე ვაკეთებდით. მაგრამ ახლა როგორ ხდება? მე როდესაც ვქმნი ცვლადს, აიქაც პატარაზე რომ დავწეროთ და მონახაზიც რომ გაჩვენოთ რა და როგორ ხდება. მოდი შევს გავადიდებ. ასე. მაგალითად, შექმნით 10-იანი მნიშვნელობა და ეს მნიშვნელობა გავუტოვეთ, კოდის სახითაც დავწეროთ ჯობია, რომ უფრო გასაგები გახდეს. აი ნახეთ, ეს მომენტი გვექნება, რომ let x უდრის 10-იანს და მე შევცვალოთ x-ის მნიშვნელობა, დავწეროთ x უდრის, ანუ მინიჭების ოპერატორი და 15. ახლა ეს როგორ იქნებოდა კომპიუტერის მეხსიერებაში გამოსახული. მას კიდე უნდა გაზრდა, აი ასე იყოს მოდი. ანუ შექმნით მნიშვნელობა 10-იანი. 10-იანი შექმნით კომპიუტერის მეხსიერებაში შექმნა მნიშვნელობა 10, number ტიპის მნიშვნელობა და x ცვლადის საცეცი მიკავშირდა 10-იანთან. ანუ აქეთკენ გვექნება x-ი, რომელიც მიკავშირდა 10-იანთან. ეს არის საცეცი. ანუ x-ი ჩაებღაუჭა მოეკიდა ან ჩაებღაუჭა ისე ვთქვათ რა. x-ი ჩაებღაუჭა თავის საცეცით მნიშვნელობა 10-იანს. მაგრამ მე როგორც კი შევქმნით, ანუ გადავარქვით და შევუცვალეთ მნიშვნელობა ამ ცვლადს, ანუ დავწერეთ x უდრის 15-ს. ახლა რა მოხდა კომპიუტერის მეხსიერებაში? რა მოხდა და შეიქმნა ახალი მნიშვნელობა კომპიუტერის RAM-ში, ანუ random access memory-ში. ესე წინაზე გამიხილოთ რა არის. შეიქმნა 15. და x-იანი წეღან რო იყო ჩაბღაუჭებული 10-იან მნიშვნელობას, ახლა ამს აღარა ჩაბღაუჭებული და ჩაბღაუჭებული არის 15-ს. ანუ x-მა თავის საცეცი გაუშვა 10-იანს და მოკიდა 15-ს. ეს არის საცეცი. ანუ სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ცვლადს მნიშვნელობას ვუცვლით, წინა მნიშვნელობა არ იკარგება. ანუ კომპიუტერში მაინც რჩება რაღაცა გარკვეული პერიოდი, სანამ სხვა მნიშვნელობა არ გადაეწერება თუ რამე პროცესისთვის დაჭირდა ეს კომპიუტერს.
მაგრამ ამათიას ვეღარ მივწდებით, იმიტომ რომ საცეცი არ აქვს. ანუ მე რომ x ვიძახებ და 15 ვიბრუნდება, ეგ იმიტომ ხდება მხოლოდ რომ x-ი ჩაბღაუჭებულია თავის საცეცით 15-ს. ანუ ჯერ იყო 10 ჩაბღაუჭებული, მე ჩავბღაუჭით 15-ს, ანუ იმას გაუშვამას მოკიდა. ამიტომ არის რომ აი აქ შუაში დავწეროთ კონსოლოგი. აი აქ რა დავწეროთ კონსოლოგი. ანუ ეკრანს გამოვიტანოთ x-ის მნიშვნელობა. აქ იქნება 10, იმიტომ რომ წინაზე ჩაბღაუჭებული იყო 10-იანს, მაგრამ როგორც კი სხვა მნიშვნელობა ჩაბღაუჭა x-ის საცეცი, გახდება 15. აი ეს როგორც კი ჩაბღაუჭება ქვევით, 10-იანის მნიშვნელობა დაიკარგა და გვაქვს მარტო 15, იმიტომ რომ x უჭირავს თავის საცეცი 15 რიცხვი. რიცხვი იქნება ეს სტრინგი ბულიანი თუ სხვა ტიპის მნიშვნელობა, აზრი არ აქვს, იგი ლოგიკა მიდის ყველგან. ნუ ეს უბრალოდ მარტივი ტიპის მნიშვნელობებზე. სტრინგი, ბულიანი, ნამბერი, ესენი არიან მარტივი ტიპის მნიშვნელობები. არიან კომპლექსურების, რომელსაც შემდეგ ლექციებზე გავვლით. კარგით. ამაში ხარ იყო რაიმე გაუგებარი. აი ამ ცვლადის საცეცისეულ როგორც თქმის განმარტებაში. მოდით ამასაც გავიხსნი გვერდზე. Zoom-ს რო ჩატსაც უყურო. არ გეკითხვა? ოკეი, კარგით. მაშინ გავაგრძელოთ. გადავედით ისევ ცვლადებზე ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, მარტოელით არ შეგვიძლია ცვლადი შექმნა, შეგვიძლია შექმნათ ის ვარით, თუნდაც, ან კონსტით. სადღა განსხვავება ხა გეტყვით. ნახეთ, როგორც let-ის შემთხვევაში, ჯერ იწერებოდა let keyword-ი, აი მოდი ამას მაღლა დავუწერ. ჯერ იწერებოდა let keyword-ი, მერე ცვლადის სახელი, მერე მინიჭების ოპერატორი რომ მნიშვნელობა მივეჭო და ბოლოს მნიშვნელობა რაიმე. რიცხვი სტრინგი ან ბულიანი მნიშვნელობა არ აქვს. 20 მაგალითად, ან 30 იყოს განსხვავებული რიცხვი დავწეროთ. ვარის შემთხვევაშიც წესები იგივე, ერთადერთი ის ცვლება, რომ თავიდან let-ის მაგრად ვარი იწერება. ანუ ჯერ ვარი ნიშნავს, ანუ შემოკლებული ფორმა variable კიდე ცვლადს ნიშნავს ქართულად. მერე იწერება x-ი, მინიჭების ოპერატორი და მნიშვნელობა რომელიც მინდა რომ ამ ცვლას მივენიჭო. ოღონდ, განსხვავება let-სა და ვარს შორის ის არის, რომ ჩვენ let-ით ორი ერთი და იმავე სახელის მქონე ცვლადი შექმნა არ შეგვიძლია. ანუ ერთ ცვლადს რო ერქვას x-ი და მეორე ესაც რო x-ი ერქვას, ეგ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ერორს დაგვიტყავს. მაგრამ ვარის შემთხვევაში კიდე შეგვიძლია. შეგვიძლია თავიდან შექმნათ var x-ი 10-იანი, 10-იანს გამოიტანს, შემდეგ var x-ი უდრის 20 დავწეროთ და გამოიტანს 20-იანს. მაგრამ სიმბოლოში s-ი და s-ი სხვადასხვა x-ები არიან. ანუ მეხსიერების სხვადასხვა უბანში მდებარეობენ ამ ცვლადებში დაწერილი ნიშნულობები. ეს სხვა არის, როგორც რომ მაგალითად ჩემსავით სხვასაც ქვია თემა, მაგრამ ორივე ვართ განსხვავებული ადამიანები, ხო? აი let-ის შემთხვევაში სახელებს რო გადმოვიტანოთ, შეუძლებელი იქნებოდა რომ ორ ადამიანს ერთ-იგივე სახელი რქმეოდა. მაგრამ ვარის შემთხვევაში შეიძლება რომ ორ ცვლადს ერქვას ერთ-იგივე სახელი. რო დამეწერა უბრალოდ x-ი უდრის 20-ო, უბრალოდ წინას მნიშვნელობა შეიცვლებოდა, იმიტომ რომ ახალ ცვლადს არ გვქონი. მაგრამ როგორც კი ვარს წერ კვლავ, გამოდის რომ ახალ ცვლადს ვქნი, იმიტომ რომ ვარი დავწერე და ახალი ცვლადის სახელი ისევ x-ი არის და ვარს ამაზე პრობლემა არ აქვს. მოდი ეგ კოდის სახითაც დავწეროთ. ანუ აქ არა, ანუ აქ არ შეგვიძლია კოდის გაშვება. უნდა დავწეროთ სტაგლიცზე. play codes მოდი დღეს აღარ გამოვიყენებ, იმიტომ რომ წინაზე რაღაც პრობლემა შეიქმნა. რაღაცის subscription შეძენა მომხდარა, ამიტომ არ გვინდათ. ჩვენ გვინდა JavaScript-ი.
თქვენ რაც გსურთ ის გამოიყენეთ, რომელთაც უფრო კომფორტულად ხართ, ბევრი მიდგომა ახსენით და ბევრი პლატფორმა. შემდეგი კვირიდან უკვე Visual Coach იმუშავებ თვითონაც. გადავიდეთ main.js-ში. აქ მოდი ახალი ტერმინალი გავხსნათ, რომ კომანდი გავუშვათ node main.js და გავუშვათ ჩვენი პროგრამა და დავწეროთ ესეთი რაღაცა. let x უდრის 5-ს, let x უდრის 10-ს. ანუ let-ი ჩვენი ორი იგივე სახელის მქონე ცვლადები. გავუშვათ ჩვენი პროგრამა. ნახეთ, დამიწყა ერორი. მეუბნება რომ identifier x has already been declared. მეორე ხაზის მეორე სიმბოლო, ანუ აქ ერორი გვეუბნება დაჟე, რომ მეორე ხაზის მეოთხე სიმბოლოზე გაქვს შესაბამაო. ნახეთ 1 2 3 4 და მეოთხე სიმბოლოდან იწყება უკვე რაღაც ხარვეს. მეოთხე სიმბოლოც მერე. ანუ x-ი უკვე შექმნილი გაქვსო. already been declared, უკვე განსაზღვრული გაქვსო. და კიდევ ახალი დაქმნილი ახალ სულზე კიდე x არ ქმნიო და ეგ არ შეიძლებაო. მაგრამ ვარის შემთხვევაში შეიძლება. დასება ვერ მოახსოვსებელია. ნახეთ, არაფერი არ გამოიტანა, ესე იგი ერორი არ აქვს. რო გამოვაკონსოლოთ ახლა ეს ჩვენი მნიშვნელობა, x-ი, მოდი მაღლაც x-ი დავწეროთ. დავინახავთ, რომ თავიდან იქნება 5, შემდგომ იქნება 10. აი, 5 და 10. ანუ რა ერორია პრობლემა JavaScript-ის. პროგრამას არ ქონია ამას. ვარსა და let შორის კიდევ რაღაც განსხვავებები არის. ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, შესაბამისად არ გვაქვს, მაგაზე ვისაუბროთ ლექციის ბოლოს. ასე კიდევ ერთ თემას, ანუ პირობით ოპერატორების ახსნი. ზოგადად ვარი არის მოძველებული ცვლადის შესაქმნელი მექანიზმი, ხერხი. ვარს აღარასდროს, ანუ საერთოდ არ იყენებენ და თქვენც არასდროს არ გამოიყენოთ. არ დაგჭირდებათ არასდროს. უბრალოდ ძველ პროექტებში შეხვდებით ვარს. აი 2016 წელს თუ სწორად მახსოვს, როდესაც ერთ-ერთი JavaScript-ის ახალი ვერსია გამოვიდა, შემოვიდა let-ი და ვარი მოხმარებიდან ამოვიდა. ძველ პროექტებში შეხვდებათ. ახლებში ვარს ახალ let-ი ანაცვლებს. კი. ანუ ვარი არ გამოიყენეთ, უბრალოდ იცოდეთ, რომ ვარიც არსებობს. ძველ პროექტებში ძველად ამას იყენებდნენ. let-ი ადრე არ იყო. let-ი თქო არ შეგვიძლია ორი x-ი გამოვიდა. არც გჭირდება. განსხვავებულ ცვლადებს შექმნიდა, ეგ იქნება, ხო? კი, ზუსტად. ანუ აქაც იდეაში რამე პრაქტიკული დატვირთვა, რომ ორი ცვლადი შექმნით ერთ იგივე სახელით არ აქვს ამ ვარს, იმიტომ რომ თავიდან 5 იყო, მერე 10 გახდა. ანუ ერთ ჯერზე მაინც x ცვლადში ერთი მნიშვნელობა ინახება. ანუ მე თუ მინდა რომ 10-იანი გამოვიყენო სადღაცა სხვა ცვლად შევქმნი let-ით, სხვა სახელს დავარქმევ და ისე გამოვიყენებ. ანუ ესეთი რამე არ მჭირდება. იმიტომ რომ თავისი მინუსები აქვს, საკმაოდ დიდი და მაგ მინუსებზე ლექციის ბოლოს ვისაუბროთ. ეხლა ვთქვათ კონსოლში რო ჩავწეროთ x + 10. ორივე შეიძლება? x + რა ჩავწერო? x + 10. 10. აქ არაფერი არ შეიძლება, იმიტომ რომ უბრალოდ ვაკონსოლებთ x, ანუ 10-ას დამატებული 10. და 20 გამოვა ბოლოს, აი ეს 20-იანი გამოვიდა. x-ი მაგით არ იცვლება. იმიტომ რომ ვაკონსოლებთ. არა 5 სატო არ დაიმა. იმიტომ რომ ნახე, პირველ ხაზზე x-ი იყო 5-იანი. მესამე ხაზზე შევქმნით იგივე ცვლადი, x-ი დავარქვით და 10-იანი გახდა. ანუ ამის მერე მესამე ხაზის ქვევით, სადაც x გამოვიძახებთ, იქ იქნება 10-ის მნიშვნელობით. მეორე ხაზზე 5-იანი იყო. ნახე, რომ გამოვაკონსოლე მეორე ხაზი x-ი 5-იანია, მაგრამ მესამე ხაზზე 10 გახდა. ანუ განა ეს x-ი გახდა 10-იანი. სხვა ცვლადი შეიქმნა იგივე სახელით, რომელიც 10-იანი გახდა. ამიტომ მესამე ხაზის ქვევით x-ის გამოძახებისას ყოველთვის შეხვდება 10-იანი. თუ კიდევ კითხვა გაქვთ? ან შენ კონკრეტულად თუ გაქვს კიდე კითხვა, კითხე, თუ არ გაიგე მითხარ. არ მოიგოს. არა, გასაგები. ოკეი. ხო, შევთანხმდით, რომ ამას არ ვიყენებთ და რატომ მაგას ვერ გეტყვით. ეხლა ვისაუბროთ კონსტზე.
აი კონსტი კიდე ძალიან საჭირო რაღაცაა. კონსტი არის შემოკლებული სიტყვა კონსტანტასა, ანუ კონსტანტისა, კონსტანტა მათემატიკაში ვისაც გესნობათ ხო, ვის არა და ეხლა გეტყვით. კონსტანტა არის მუდმივა. ანუ ისეთი მნიშვნელობა, რომელსაც განსაზღვრული გარკვეული რაღაც რიცხვი შეესაბამება, ან ფორმულა ამ ჩანაწერი და არასდროს არ იცვლება. მაგალითად, მათემატიკა ალბათ ვიცით, π რა არის? π გამოიყენება ხოლმე, წრესთან დაკავშირებული ამბებისთვის და ფორმულების გამოსაყვანად. და ეს ჩვენი π არის 3.14. ნუ დამრგვალებით თორე ისე არასდროს სრულდება, აი ამ 10 წერტილის მერე უსაშუალოდ არის ეს რიცხვები. მაგრამ ვიცით რომ π არის 3.14, როგორც კი პირველად დაითვალეს იქიდან მოყოლებული და მომავალში სულ იქნება 3.14, ანუ არ შეიცვლება. და ზუსტად ისეთი მნიშვნელობები, რომლებიც არ იცვლება და ვიცით რომ არ უნდა შეიცვალოს და არ შევცვლით, მათ ვინახავთ ხოლმე მუდმივაში, ანუ კონსტით შექმნილ ცვლადებში. ნახეთ, აქაც იგივე წესები, უბრალოდ თავიდან ლეთის ან ვარის მაგივრად წერთ კონსტს. ანუ კონსტანტა მინდა შევქმნათ ხო, მუდმივა მინდა შევქმნათ ხო. მაგას შევვნები ჯავასკრიპტს. მე დავარქვი სახელი. ნუ კი ვთქვი რომ არასდროს დავიწყოთ ხო სხვა სახელები და მეორე სიტყვის პირველი ასო იყოს თქო camel case, მაგრამ ეს პი ჩააწერე ეგეთი, ამ დიდი ასეთი წერება. და ვაგიტო დავწერე მეც, რომელიც უთის 3.14-ს. და მე რომ ვცადო რომ ამ პის მნიშვნელობა შევცვალო, errors დამირტყავს პროგრამა, ნახეთ? errors დამირტყავს. მოდი ჩვენც გავტესტოთ. const ან x იყოს, მნიშვნელობა აქ რა იქნება, ხო? x უდრის 5-ს, x მნიშვნელობა შევუცვალოთ. და გამოკვლევას არ გვინდა უბრალოდ გაუშვათ პროგრამა რას გვეტყვის. ნახეთ? assignment to constant variable. მუდმივი რაც უნდა ყოფილიყო იმის მნიშვნელობა შეცვალდი, ანუ თუ მუდმივია რაღაცა არ იცვლება არასდროს, ხო? მაგიტომ მაგაზე ერორი დაგვიტყვა. ეს რაში გვჭირდება? ანუ ეხა ერორი დამიტყვა, ხო, თითქოს შევაგეგმოთ, ცუდია რა. რა შეგვიძლია დაგვჭირდეს? თუ ეჭველი ვიცით თავიდანვე რომ ისეთ მნიშვნელობას ვინახავთ ცვლადში, რომელიც არ შეიცვლება, ჯობია და აუცილებელია ჩვენთვის ანუ უფრო კარგი იქნება რა, რომ კონსტი გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მომავალში თვითონ პროგრამამ გითხრას რომ შემთხვევით შევცვლათ მნიშვნელობა. ანუ წარმოიდგინეთ რომ x-ი მაქვს რაღაც მუდმივა ჩემს ფორმულაში, რომელიც არ იცვლება. და შეგვიძლია ლეთით, ანუ ვიცი რომ არ უნდა შეიცვალოს ლოგიკის დონეზე, ვიცი რა? გააზრებული მაქვს, მაგრამ ლეთით შევქმნი და შემთხვევით შევცვლი, ანუ 1000 ხაზიანი კოდია, ძალიან დიდი პროგრამა მაქვს. სხვადასხვა ფაილები მაქვს და სადღაც შევცვალე x-ის მნიშვნელობა. და ამის მერე უკვე ფორმულები რაც მიწერია და x-ი სადაც მაქვს გამოყენებული, x-ის მნიშვნელობა განა 5, როგორც მაღლა იყო, არამედ 10 იქნება, იმიტომ რომ შემთხვევით შევცვალე. და ეგეთები ხშირად ხდება დამეჯერეთ ადამიანები ვართ და მithumetes პროგრამაში ან საიტის კეთებისას ძალიან ბევრი შეცდომა მოგდის ხოლმე. და მე უკვე ანუ პასუხი არასწორი გვექნება, მაგრამ errors არ დაგვირტყავს პროგრამა. და ეგ ცუდია. მე რომ მქონდეს კონსტი შექმნილი წეღაროც მქონდა, error-ი დამირტყდა, ეგრევე მითხრა რომ შეიძლება რა, ანუ მუდმივი მქონდაო და შეცვლიო მაგას და არ გააკეთო. ანუ პირდაპირ მითხრა რა გავაკეთე და რატო არ უნდა გამეკეთებინა. ამიტომ ეგეთ მომენტებში გიჩვენოთ რომ კონსტი გამოიყენოთ. პროგრამებშიც და საიტის შექმნისას. საიტის შექმნისასაც დაგვჭირდება აი დომის დაწოლში უფრო ხშირად და მერეც კონსტის გამოყენება. კითხვები ხომ არ გაქვთ? კონსტანტასთან დაკავშირებით, ანუ მუდმივასთან დაკავშირებით. აი კონსტი x5 რო გიწერია. x-ი ქვევით შევცვალე მაინც 5-ად და მიწეს მაინც არასწორია. კი. იმიტომ რომ მართალია შენ ისე აი ასე დაწერე, ხო? აი ასე. კი. ხო, კიდევ ერორია. იგივე ერორია, assignment to constant variable. ნახე, ეს 5-იანი და ეს 5-იანი სხვადასხვა 5-იანები არიან. სიმბოლოში ყველა მნიშვნელობა ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში.
ჩავთვალოთ რომ ეს 5-იანი პირველი ინახება აი ამ მეხსიერების უბანზე, აი როგორც ჩვენ სახლებს აქვს მისამართი, კომპიუტერის აი ყველაზე პატარა წერტილებსაც მეხსიერებაში აქვს თავისი მისამართი. რომელიც წერება 0x და რაღაცა ციფრები რა. ჩავთვალოთ რომ ამისი მისამართი არის 0x123, ამის მისამართია 0x456. 0x იწყება ხოლმე. ანუ ეს სხვა 5 იმიტომ რომ სხვაგან ცხოვრობს, ეს სხვა 5 იმიტომ რომ სხვაგან ცხოვრობს. ანუ მაინც მნიშვნელობის შეცვლა გამოდის. და მაგიტო არ მოეწონა. კომპიუტერი არ ასხვავებს აქ ეს 2-5 თუ არა, სხვადასხვა უბანზე მდებარეობენ. ამიტომ მეგეს არ შეიძლება. ანუ კონსტით რო ცვლად შევქმნით, ის უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ. სხვა არაფერს არ უზავთ იმ ცვლადს. უბრალოდ გამოვიტანთ, გამოვაკონსოლებთ ან რამე ფორმულაში ჩავსვათ, მეტი არაფერი. x უდრის 5-ს, ამერე let x უდრის 5-ს ან კიდე ახალი ცვლა შევქმნით, ეგეთი არ შეიძლება. ხო, ვარზე თავისუფლად შეიძლებოდა მნიშვნელობის შეცვლა. let's-იც კონსტი არა. კარგით. კითხები ხო არ გაქვთ? შემიძლია ახლა გავჩერდეთ და კითხოს მოусმინო. ცვლებზე ძირითადი ამბავი უკვე დავამთავრეთ. ვარი როგორი შიფრება? ვარი არის variable. ანუ ცვლადი. ქართულად variable აი ესე იწადა. აი ეს. და პირველი ესო აიღეს. როგორც კონსტანტა, კონსტანტა. არ ვიცი ეს იწერება თუ არა ინგლისურად, მაგრამ კონსტანტა ქვია ქართულად. და პირველი საწყისი აიღეს რა. ლეთი ახლა, ლეთი ნების დართვა და მაგით დაიმახსოვრეთ. ანუ წარმოვიდგინეთ რომ ლეთს ხმარობთ, ცვლად ნებას რთავთ რომ იარსებოს. ანუ არსება დაიწყოს. ანუ ყველაფერი თითქმის ჩიანი სიტყვა რომ დავწეროთ, მაინც იმუშავებს. არა, არ იმუშავებს. იმიტომ რომ აქ ხო ვთქვით რომ რაღაც გრამატიკის წესებია როგორც ქართულ ენაში და ყველა ენაში. ანუ სინტაქსი ქვია ამას. ანუ როგორი წესებითაც დაიწერა და შეიქმნა JavaScript-ი, იმ წესებს უნდა მიუყვეთ. თორე ერორებს დაგვიტყოს. ბევრ რაღაცას და თითქმის ყველაფერს JavaScript-ში და ბევრ ენაში ინტუიტიური სახელები აქვს. ანუ ინგლისური რო იცოდეთ, კარგად. ბევრ რამეს მივხვდებით რა შვება. ფუნქციებსაც ისეთი სახელები აქვს. ახლა number ფუნქცია რო ავიღეთ წინაზე ან string ფუნქცია. ეგრევე მივხვდებით რას აკეთებს. number-ი იმას აკეთებს რომ string-ი და რიცხვში გადაყავს, string-ი და იმას რომ რიცხვი და string-ში. დამახსოვრებას მარტივია ხოლმე. მაგრამ არ დაიზეპიროთ, რამდენჯერმე გამოიყენეთ და თავის დაგამახსოვრდებათ.